მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა მოკლე ჩართვა, როგორც იცით, ეს არის გადაცემა, სადაც თქვენ გაქვთ საშუალება გამოვთქვათ თქვენი მოსაზრებები. ჩვენი ტელეფონის ნომრებია 237 139 238 139 და ველოდებით თქვენს ზარებს. ჩვენი მისამართია Skype-ში მოკლე ჩართვა, შეგიძლიათ Skype-ით დავიკავშირდეთ. ჩვენ დღეს ვისაუბრებთ ივანიშვილის ბოლო ინტერვიუზე, სადაც მან განაცხადა, რომ ადრე როცა თქვა ფრაზა თავისი პრემიერობის დროს, რომ მესამე წელს ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის მესამე წელს ეკონომიკური ზრდა ყველა თქვენთაგანის ჯიბეს დაეტყობაო, ეს მას მაშინ უბრალოდ წამოწდა და არ უნდა ეთქვა. არაკორექტულად გამოუვიდა. მოკლედ ეს წამოწდენა იყო, თქვა ივანიშვილმა, მაინტერესებს როგორ აფასებთ მის დღეს მის დღევანდელ განცხადებას, თუმცა ვიდრე დარეკავთ, მანამდე მოდით ვნახოთ ქუჩის გამოკითხვა. დადებითი ის არის რა ვიცი, აზრი. არ მომწონს მაგ ადამიანის არანაირი მოქმედება, არანაირი გადაწყვეტილებების მიღება და მე თქვი და არ ვთქვი, წამომსდა და მე აი ამ მიზნით ვთქვი და ეს ანეკდოტი იყო და ასე შემდეგ ჯობია საერთოდ არ ნათქვამი რომ ზოგჯერ თქმა ჯობს არა თქმას ჯობია საერთოდ არაფერი არ თქვას რა. მე ვფიქრობ კი წამოწდა. იმანაირად თუ და ქვეყანაში რა სიტუაცია იყო. მე ასე ვფიქრობ. გუშველება ალბათ რაღაცა. ეხლა დღეს არ მომისმენია, მაგრამ მე ყველანაირად დადებითად ვაფასებ მის მოქმედებასაც და მის გამონათქვამებსაც. ცოტა დაუფიქრებელი კი. გაუაზრებელი ალბათ. ой, არ ვიცი, დღეს რა განაცხადა, მაგრამ ჩვენ ჯიბეს არაფერი არ ეთყობა დადებითი. შეიძლება წამოსდა ადამიანებს გეშლება ხო მართალი? ზოგადად ძალიან ვაფასებ გულწრფელობას, მაგრამ ამ რანგის ადამიანს მე მგონი წამოწდენა უკვე არ ეპატიება და უფრო წინასწარ უფრო დახვეწილად უნდა გამოთქვას ხოლმე საკუთარი აზრი. როგორ უნდა შევაფასო? ჩემი აზრით, ასეთ დონის კაც არაფერი არ ცდება ისე. და გააზრებული ნათქვამი აქვს საერთოდ? ასეთია ქუჩაში გამოკითხულთა მოსაზრებები. თქვენ როგორ აფასებთ ივანიშვილის განცხადებას, რომ თავის დროზე როცა თქვა, რომ ეკონომიკური ზრდა მესამე წელს ყველა თქვენთაგანის ჯიბეს დაეტყობაო, მას უბრალოდ წამოსწდა. თუ არის მაყურებელი, მივესალმები, გამარჯობა. გამარჯობა. მოგესალმებით, ბატონო მერაბ. დიახ. გესმით არა? დიახ, გისმენთ. ბატონო მერაბ, დიახ. ივანიშვილის ეს გამონათქვამი ვის არ ახსოვს, რომ ჩვენო მესამე და მეოთხე წელიწადშიო ისეთი ცხოვრება გვექნებაო, რომ სიტყვით ამბობდა, რომ ბევრი ევროპულ ქვეყნებსაც შეშურდებაო. ეს იყო მისი შეგნებულად მოტყუება ქვეყნისა და ხალხის. ანუ ეს არის პოლიტიკური აფიორა. ეს კარგად იცოდა, მაგრამ რა გააკეთებდა და როგორ გააკეთებდა. ის ხო არ გარდაქმნილა იმის შემდეგ, რაც იყო და თავისი მოსაზრება ხო ქონდა იმას, რაც ქონდა, ისე იმ გზით წავიდა. აი ეს არის საბოლოო სიტყვა. ეხლა თავრობის მეხოტბებმა რანაირად გადმოაკეთონ, ეს უკვე არის პოლიტიკური აფიორა ყველაფერი. კარგით, მაგრამ მის განცხადებას რომ აღიარა რომ წამომწდაო, ამას როგორ აფასებ? რომ აღიარა რომ წამომწდაო, ამას როგორ აფასებ? არა, წამოწდენა არ იყო, ჩემი გაგებაც შეგნებული ლაპარაკი იყო, ამაშია მთელი უბედურება. შეგნებულად არ წამოწდებათ ეგეთი ადამიანებს, ესე არ წდებათ არაფერი. გასაგებია, კარგი, დიდი მადლობა. მოდით კიდევ ერთ მაყურებელს მოვუსმინოთ, გამარჯობა. გამარჯობა ბატონო მერაბ. იმ ყველა შეხვედრაზე წამოწდა თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში. არა, ეს ერთხელ თქვა თქვენ ჯიბეს და არა, ლაპარაკობთ, კარგად ნახეთ ის გამოთქმები და ერთი გამოთქმას თუ გახსოვს რა აზრი აქვს ჩემს მილიარდელობას და ჩემს სინიძეს, როცა ჩემს სახელმწიფოს ჩემს სახელმწიფოს უჭირს. ესეც მაგეთი სიტყვაა, მაგრამ ეხლა რა უნდა ვთქვათ, სააკაშვილთან იყო ჭიდაობაო, რომ არჩევნების გაყალბებას არ აძლევდნენ ამერიკელები ამის უფლებას და იმიტომ რომ სააკაშვილი უმტკიცებდა, რომ იანიშვილი გატყუებთო და მოსახლეობას ატყუებსო და ჩვენ და სამწუხაროდ სააკაშვილი აღმოჩნდა მართალი ამერიკელებთან მიმართება შეტყობა და ამერიკელები ახლა ნანობენ რატო არ გაატარებინეს სააკაშვილი. ამერიკელებს დავანაბოთ ჩვენ საქმეს მიხედავთ. კარგი, დიდი მადლობა. კიდევ ერთ მაყურებელს მოვუსმინოთ, გამარჯობა. გამარჯობა, ბატონო მე. დიახ, გისმენთ. არჩევნების დროს ივანიშვილს ბევრი რამე წამოწდა. დააბოლა ეს ხალხი ძალიან ბევრი და მაგრამ თუ ბოდიში ხდიდა მოიხატოს ყველაფერზე ბოდიში. რა გააკეთა ისეთი ან რა გაიებდა, ან რა განახებდა, ან რას მოუმატეს თავიანთ თავებს დანამეტები, ხელფასები პენსიონერებს, ვირის თავფეხი და ასე შემდეგ. ყველაფერზე მოიხატოს ბოდიში რომ წამოწდა. კი ბატონო, გასაგებია. კარგით, დიდი მადლობა. კიდევ ერთ მაყურებელს მოვუსმინოთ, გამარჯობა. გამარჯობა.
გესმით ჩემი? თუ გესმით ჩემი? მოგესალმებით ბატონო. მოგესალმებით. კი ბატონო, მესმის. ალო. გისმენთ? კი. გისმენთ? წამოწდა როგორ წამოწდა, მაგ წამოწდენებით მოვიდა ხელისუფლებაში და მოიყვანა ეს იბიარდიანი დეპუტატები აქ იბიარდი არიციან რა არის და ალბათ FIFA-ც არიციან ფაფაგონიათ და ერთო არიციან უთოგონიათ. და თქვენ იცოდით აქამდე რა იყო იბიარდი? ბატონო? თქვენ იცოდით რა იყო იბიარდი? რა იყო იბიარდი? ხო, თქვენ თუ იცოდით აქამდე რა იყო იბიარდი? რა ვიცი ახლა ერთად უბრალოდ ადამიანი არ იცოდეს, ამდენ მზადებაში იყვნენ და ამდენი მილიონების მანქანები იყიდეს და ეს სირცხვილი არ არის მართლა კაცო ეს და როგორც წამოსდა კი არა ჯიბეზე გაიკრას ხელი, აგერ ტარიფებსაც გვიზდიან, სანამ თავისივე ზუგენში აჭამეს მაგისი თავი გაიკრას ჯიბეზე ხელი ისურჩევნიან მაგას. დიდი ოსტატ ბენდერია ეგ. კარგით ბატონო, გასაგებია თქვენი მოსაზრება. შეგახსენებ შეკითხვას, როგორ აფასებთ ივანიშვილის განცხადებას, რომ ფრაზა ოცნების მესამე წელს ეკონომიკური სტაბილურობა ყველას ჯიბეს შეეხებოდა, მას უბრალოდ წამოწდა. გამარჯობა, გისმენთ. გამარჯობათ, მერაბ. დიახ, გისმენთ. ერთი ქართული ანდაზაა რა, რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო. აი ჩვენ მიმსახურებთ იმას, რა კაცის არის ეგ და როგორც იქცევა ქართულმა ხალხმა ძალიანად დაიმსახურა, იმიტომ რომ ეგ ისე დაპირებებს იძლეოდა მთელი მისი ეს მე დავარქვე ბანდას, აი ეს ნამდვილი ბანდაა ეგ. რომ ოდნავ სულ აი 5 წლის ბავშვი, 6 წლის ბავშვი საღად მოაზროვნე, იმას არ ბატყილებო გეტყოდობა. და სულელმა ხალხმა, მამა, ბევრი ფული, ვაი, კარგი რა, არსი სამარცხვინო, აი მე მწხვენია რომ ასეთი ქვეყნის მოკალაკევა და ბოდის ვიხდი ამაზე რა. კი ბატონო, გასაგებია თქვენი მოსაზრებას. კიდევ ერთ მაყურებელს მივესალმოთ, გამარჯობა. საღამო მშვიდობისა. დიახ. კი არ წამოსწდა, პირველ მსმენელს დავეთანხმები და ვიტყვი რომ ეს იყო მისი პოლიტიკური აფიორა. მან 10 ანზე შეასრულა მასონების მიერ მიცემული დავალება. მასონები არ გვიდა ბატონო. რაც შეეხება წინა მსმენელმა რომ თქვა ქართველი ხალხი ვიმსახურებთო, ვეთანხმები ოღონდ და ისეთებიც ავართ, როგორც მე მაგალითად ერთი წუთითაც არ დამიჯერებია მისი ზღაპრები, მაგრამ სამაგეროდ მასონების ხო გჯერათ, მასონების. მაინც მასონების რა თქმა უნდა და იმას ვისაც არ სჯერა. კარგით. ხოდა ერთ ტაფაში ვიხარშებით მაინც ამ სულელ ხალხთან უმცირესობაში ვიყავით ნორმალურები. კი ბატონო, გასაგებია. კარგით, დიდი მადლობა. კიდევ ერთ მაყურებელს მოვუსმინოთ, გამარჯობა. გამარჯობა, გისმენთ. თუ გესმით ჩემი? ალო. დიახ, გისმენთ. ისმის კარგად? დიახ. ელაპარაკო შეიძლება? კი ბატონო. იცით რა არის? ივანიშვილზე ლაპარაკობენ, ივანიშვილი და სააკაშვილი უნდა შეადაროთ ერთმანეთს, რომელმა რა გააკეთა. სააკაშვილმა გენოციდი ჩაუტარა ქართულ ხალხს სიმშილით. ხნათესვა სააკაშვილმა მთლიანად შეწყვიტა. 2011 წელს ხნათესვა აღარ არსებობდა. ეს ყველაფერი აღადგინა ივანიშვილმა. ამის გარდა რამდენი გააკეთა, ცუდი გააკეთა სააკაშვილმა გენოციდი ციხეებში, გენოციდი სიცილით, გენოციდი კუჩებში. კარგით, მაგრამ ამ შემთხვევაში ივანიშვილის ამ განცხადებაზე გეკითხებით და რას ფიქრობთ? მე განცხადებაზე პასუხობ, რომ ივანიშვილმა ძალიან ბევრი რამე გააკეთა. არც ერთ მმართველს მაგდენი არ გაუკეთებია ხალხისთვის, რაც ივანიშვილმა გააკეთა. ვისაც არ გჯერათ. მოდით სოფელში და ნახეთ, რამდენი ოსავალი მოდის და რამდენი დაიწესა და მაგრამ გავაგზავნო? კი ბატონო. ხო, მაგრამ საქმე რაშია? ივანიშვილს არ გაუმართლა იმით, რომ პრემიერ-მინისტრი ეს გამოუცდელი კაცი, რომელსაც შრომითი უნარჩვევი არ გააჩნია, დადის და ლენინგივით მარტო ლაპარაკობს. და ამიტომ ხალხი ვერ გაასაქმა მან, ვერ შექმნა. და ამას გარდა ყველაზე დიდი შეცდომა ივანიშვილისაც და ყველასი საერთოდ ხელისუფლების არის გარემოს სამინისტრო. გარემოს სამინისტრო ტყვეთყავს აყვანილი 2 მილიონი გლეხი. და სიცილით, გლებით, ჯარიმებით, ყადაღებით ანადგურებს სოფელს. ეხლა ყველა პრობლემაზე დღეს ვერ ვისაუბრებთ. კარგით, დიდი მადლობა. გასაგებია თქვენი პოზიცია. კიდევ ერთ მაყურებელს მოვუსმინოთ, გამარჯობა. საღამო მშვიდობისა, მერავი. დიახ, თქვენ როგორ აფასებთ?
ამ განცხადებას, რომ წამომცდაო. მე ვაფასებ ადამიანურად, რომ ადამიანმა აღიარა და აღიარება ჩემი აზრით დადებითი თვისება ადამიანში. მე მახსოვს გილაურის და სააკაშვილის გამოსვლები მაღალი ტრიბუნიდან, სადღაც სიმცვრუეს აფრქვევდნენ. სიგარიბე 52%-დან დავიდა 17%-მდეო. ასეთ სიმცვრუებს ლაპარაკობდა და ხალხს ის მოსწონს. მერე მეორე, ამ ხალხის მაკვირვებს მე რა უნდა თავ ხალხს? ივანიშვილმა მისცა ყველაზე ძვირფასი, რაც ადამიანს აქვს თავისუფლება. დანარჩენი მოპოვება უნდა და ხელის გაძლევა უნდა. ცოცხი უნდა ამა, ცოცხი. კარგით ბატონო, გასაგებია თქვენი მოსაზრებაც. 227 139 238 139 ეს არის ჩვენი ტელეფონის ნომრები. გამარჯობა, გისმენთ. მე ვარ ეთერში ბატონო ჩემო. დიახ. გიახ. აი ბატონო მე რა ვიცით რა არის, აი ყოველთვის გისმენთ ხოლმე, ყოველთვის დადებითად ვარ განწყობილი, მაგრამ აი ეს ერთი და იგივე ხმები, აი ამ რადიოში, აი ამ ტელევიზიაში, თუ ამ თქვენ არ მოგბეზდათ ამ ხალხს. რა ვქნა, ვინ დარეკოთ სხვებმაც. გასაგებია, მაგრამ ესე უმადურობა ქართველ კაცს ბატონო მე რა ყოველთვის გუყავდა უმადურობა. მოდი ბოლო მომენტი ავიღოთ თბილისის სტიქიასთან დაკავშირებით. 1 მილიონერი გამოვიდა თბილისელი, რომელმაც თქვა რომ ამდენს და ამდენს რიცხა მე ამ სტიქიასთან დაკავშირებით. გარდა ბიძინა ივანიშვილისა რამდენი მადლია გაკეთებული, რამდენიმე გაუგეთ. ერთი დამისახელეთ თქვენ და დარეკოს იმ მაყურებელმა, რომელიც უკმაყოფილო არის, რომ თქვას, რომელიც თბილისელების რომ იზახია რომ არიქა თბილისელი და თბილისელი უნდა იყოს მერი, რომელმა გადმორიცხა მე მომღერლებისა და მსახიობების გარდა ვინმე რამე გააკეთა ქველმოქმედება? ერთი ვინმე არა, ბიზნესმენებსაც გადმორიცხეს შედარებით მცირე თანხები უბრალოდ. ხო, ნუ არა, მაგას მე თანხას მნიშვნელობა არ აქვს, ბიზნესს გადმორიცხეს გასაგებია, მაგრამ ხმამაღლა ვინმე თქვას გასულს მოყოლებული რავი პარლამენტში 50 მილიონერი ყავს თბილის. ვინმე რამე გადმორიცხა? მოიძიე, მე რა შეგიძლია შენეს და გამოიყვანეს სააშკარაოზე. კარგით ბატონო, დიდი მადლობა. თქვენ რას ფიქრობთ, როგორ აფასებთ ივანიშვილის ამ განცხადებას, ეკიდებით გაგებით თუ კრიტიკული დამოკიდებულება გაქვთ თუ როგორი, რომ აი წამოწდა, როცა თქვა, რომ მე-13 წელს ყველას ჯიბეს დაეტყობოდა ეკონომიკური ზრდა. გამარჯობა, გისმენთ. არა, გამარჯობათ. დიახ, გისმენთ. იცით, 1-2-3 დღის წინ მოვიდა ჩემთან მობილურზე შეტყობინება, რომ თუ გინდათ სხვა ხმა იყოს, იქ უნდა რაღაც გადავეხადო 10 თეთრი ყოველდღე და სხვა ხმა მექნება. ალბათ უნდა ვისარგებლო მაგ სერვისით, იმიტომ რომ ჩემი ხმაც ალბათ მოვბერძდა მაგ მაყურებელს ახლა რო დარეკა. ეგეთ სერვისი თუ იყო არ ვიცოდი, მაგრამ ხო, ნუ კარგით, კითხვაზე მიპასუხეთ. კითხვაზე გეტყვით, პრინციპში ვეთანხმები აი წინა სმენელმა რო დარეკა, მაგის წინაც რო დარეკა სმენელმა, მაგრამ იცით რა არის, ნუ არჩევანი დიდი არ იყო ახლა 2012 წელს ამ მიშა ან ესენი და მიშა უკვე არავის არ უნდოდა, თვითონაც მე მგონი აღარ უნდოდა და დიდი არჩევანი ჩვენ არ გქონდა და ისე კი ბევრი რაღაცა გამოსდა, მარტო მაგას არა იქ იმაზე იყო, პენსიებზე იყო, მინიმალური სხვარი იყო 240 ლარი, იქ იმაზე ტარიფებზე იყო ბევრი ისა გამოსდა და რაღაცა ბევრი იყო ეგეთი რაღაცა, დიდი მადლობა ვაჟკაცობისთვის, რომ თქვა რომ შევსდი. გასაგებია, კარგით, დიდი მადლობა თქვენ, რომ დაგვირეკეთ და კიდევ ერთი მაყურებელი გამარჯობა. გამარჯობა, მერაბ. გისმენთ. გამარჯობა. დიახ, გისმენთ. ხმები ხო არ უნდა შეცვალონ, უნდა დატოვონ კვეკანა ეს ადამიანები. ოდესაში ელოდებიან მაგებს რა. კარგით, ამ თემაზე რას ფიქრობთ? წადეთ ოდესაში რა. დაბოღმილები რო ხართ, ბოროტები არიან ისინი რა. კარგით, ამ განცხადებაზე რას ფიქრობთ? თან კარგია, 10 მილიონი გადარიცხა ბიძინა ივანიშვილი. მეტი ვინმე გადარიცხა? კი ბატონო. თან კარგი განცხადება და რაც მეტი ეგეთი იქნება, უფრო მალე წავლენ ისინი რა ოდესაში, თავი დაანებონ რა. მადლობთ.
კი ბატონო, თუმცა მოდი კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ბევრმა გადარიცხა იქ, არა მარტო 10 მილიონი, კიდევ რამდენიმე მილიონი შეგროვდა, უბრალოდ ყველას მილიონის გადარიცხვის საშუალება არ ქონდა, ხო, ვისაც რა ქონდა, იმდენ ზოგმა 100.000, ზოგმა 10.000, ზოგმა 20.000 გადარიცხეს. ასე რომ მარტო არ ყოფილა ივანიშვილი, უბრალოდ ივანიშვილმა ყველაზე მეტი თანხა გადარიცხა, ბუნებრივია ამ ფონდში. გამარჯობა, გისმენთ. ალო. დიახ. ჯერ საკითხია ის გადარიცხული თანხა მართლა ვინ აკონტროლებს და თუ მივა იმ გაჭირებულებამდე. ეგ ფონდები და რისთვის შეიქმნა და რისთვის გადაირიცხა, ეგ კიდე საკითხავია. კარგი, თამაში მაინც თუ შევიტანთ ეჭვს, მოდი ამ განცხადებაზე ვისაუბროთ. და ეს გაჭირებული ხალხი ისევ შეიქმნება და შენი ჭინიმე რა, თავისუფლება ივანიშვილს კი არ მოუწია ჩემთვის რა. და ნუ ხართ მონები ხართ. მონური დამოკიდებულება ნუ გაქვს, ვისი მადლიერი უნდა ვიყო, ვისი მადლიერი, ეს გამაგებინე. შეცდა კაცი ხო, თამომცდაო. მე გადასახადში რო ის არ გადავიხატო ვინმე შუქს მაპატიებს, არ მაპატიებს და რატო უნდა ვაპატიო, წავიდე და წაეფრიოს და თავისი მთელი ამალა და წაეფრიოს აქედან რო იტყვია. კარგი, გასაგებია თქვენი მოსაზრებებიც. მოდი წავიკითხოთ Facebook-ზე რა კომენტარები მოყვა ჩვენს დღევანდელ კითხვას. მაია ხუნდაძე წერს უმრავლესობის ჯიბეს დაეტყო, უბრალოდ დაუცარიელდაო ლაშა არაბიძე არჩევნებზე გავცემთ პასუხს, ნიმცა წულკიძე წამოსდა არა კვახიო, ეკა სილაგაძე ვიტყვი რომ ის ყოველთვის გულწრფელია და ის ფრაზაც სიმწუთიერი გულწრფელობით იყო ნათქვამი და ახლაც და არ ღირს სიტყვებზე გამოკიდებაც სავალალო ის არის ბიზნესის დატერორებით რომ აღწევდნენ ეკონომიკურ აღმავლობას და კაცი არ იყო მომკითხველიო. მაია გულბანი, აბა ეს რა თემაა, მერაბო, წამოწდა თუ მართლა ასე ფიქრობდაო. თემროს ვაშაყმადე წამოწდა, ბატონო, ჩემო იმ საუბრით რაც მე-13 წლამდე იყო, ვერ ვიტყვით სიტყვა წამოწდას, თუ სწორად მახსოვს საუბარი ასე მიდიოდა. პირველი წელი იქნება რთული, მეორე ნაკლებად რთული, აი მესამე კი უკვე უკეთესობისგან გადადგმული ნაბიჯი იქნება და ეს დაეტყობა ყველას ჯიბეს და რაც შეეხება მეოთხე წელს ის უკვე ბევრად უკეთესი იქნებაო. აქ წამოწდენა თუ არის, მაშინ მთელი ეს გამოსვლა უნდა ჩაითვალოს წამოწდენა, თუმცა ამას თქვენ არ მიიღებთო. ვასო შონია პოლიტიკაში არსებობს დაპირების ასეთი განსაკუთრებული წინასაარჩევნო ფორმა, რომელთაც არჩევნებში მონაწილეთა 100% სარგებლობს, რომლის დანიშნულებაც მხოლოდ ხმების მოზიდვა და რომელთაგანაც აბსოლუტური უმრავლესობა შეუსრულებელი რჩებაო. მალხასტოფურია, მერაბ რა დღესაც ვართ და ვართ ფაქტია, რა დღეშიც ვართ ფაქტია, მარტო ბალნოი მეხოტბე შეუძლია იძახოს ბრწყინავთო, მაგრამ ერთ გარემოებას მინდა მიაქციოთ ყურადღება, დიდი შეღავათი არაა, მაგრამ მაინც 4 მეზობელი გვყავს, მათი ინფლაციური, მაჩვენებელი და ეკონომიკური ზრდა და ჩვენის შედარება მოვახმნილოთ, რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, აშკარად უკეთ გამოვიყურებთო, თუმცა მშიერი ხალხისთვის ეს ვერაა დიდი შეღავათი. დავით ჟვანია, არაფერი არ წამოწდა, ეგრე იქცევა ყველა პოლიტიკოსი მსოფლიოში, ბევრს პირდებიან, ცოტას ასრულებენო. სოფო ეჯიბაძე კი წამოწდა, სხვა ბევრი რამ წამოწდა, საერთოდ წამოწდენა რისი ბრალია, მაგალითად 2+2 თუ არ იცი, რამდენია წამოგხსება 5 ან 7-იო. ნანა კურტანიძე ხალხს კარგად ახსოვს, რაც თქვა, როცა ხელისუფლებაში მოვიდა, სამწუხაროდ თვითონ აღარ ახსოვს და იქნება შეახსენოთო. გიორგი ჩინჩალაძე ბიულეტენების დარიგებას წამოწენა იყო, ხალხს რომ ოცნებები ჩამოაწერინა და დაპირდა შეგისრულებთო. მოკლედ ყველა კომენტარს ალბათ ვერ წავიკითხო ბოლომდე. ესეთი კომენტარები არის Facebook-ზე. თქვენ რას ფიქრობთ ამ თემაზე, როგორ ახასებთ ივანიშვილის განცხადებას, რომ მას წამოწდა, როცა თქვა, რომ მესამე წელი იქნება წელს ეკონომიკური ზრდას ყველა ჩვენთაგანი საკუთარ ჯიბეზე იგრძნობდა. გამარჯობა, გისმენთ. გამარჯობათ, მოგესალმებით. დიახ, გისმენთ. ჩემი აზრით ეს არ იყო, მე ვფიქრობ, წამოწდენა არ იყო, ეს იყო მიზანმიმართული პოლიტიკა, იყო არჩევნების პროცესი, იყო საკითხი ასე. ან სააკაშვილი გააგრძელებდა. მაგრამ მე ზუსტად ვერ ვიხსენებ ეს წინა საარჩევნო თქვა თუ მე პრემიერ-მინისტრი რო გახდა. მართალი გითხრათ, მე არ მახსოვს, მაგრამ რადგან საკითხი დგას და თვით თავათაც იძახის, რომ მე ვთქვი ეს საკითხიო. არა, რო თქვა მახსოვს, უბრალოდ როდის თქვა არ მახსოვს. წინა საარჩევნო თუ არჩევნების მერე? მე რას ვიძახი, დაპირებებზე არის ხო საუბარი, ბატონო მერაბ, რომ იძახიან, რომ ბევრი დაპირებები იყო და მე ამას ვიძახი, თქვენ მიმიხდით ალბათ და მე ის კოლექტივი გააკეთეთ და გაინტერესებთ რა დოსი თქვა, მაგრამ საზოგადოებაში იდგა საკითხი ესე, რომ სააკაშვილი უნდა დარჩენილიყო, ან აღარ უნდა დარჩენილიყო და ამისთვის მაქსიმალური დაპირებები უნდა ყოფილიყო, რომ ის ხალხი, რომელიც ანუ ტყუილი დაპირებებიც უნდა ყოფილიყო? არა, ზუსტად გამიგეთ, ბატონო მერაბ, მე მაგაცი არა ვარ, რომ მაგი ვიკადრო, მე სხვა რაღაცას გეუბნებით. ის ამბავი, რომ ესე იგი გაბრუებული რო ყავდა ყველა მედიით ეს ხალხი, როგორმე ამ დაპირებით მაინც გამოეგლიდა ის ხალხი და ახლა ვისაც გნებავთ ბატონო და არ მოგწონთ ტემპი ეკონომიკური ზრდის, მიეცით ვისაც გნებავთ, მაგრამ თავისუფლებაში მაინც ხო ცხოვრობთ. პატარა შეღავათების სხვადასხვა მიმართულებით ის
რაც ვინც ვერ ხედავს ეხლა არჩევნების წინ ხელს მოგართმევენ ბატონო და მე გააკეთეთ არჩევანი მაგრამ იმ დროს რომ მაქსიმალური დაპირებები აუცილებელი იყო და ბატონი ბიზინა მე ვფიქრობ ეხლა ისევ თავის თავს უტყავს ამ განცხადებით და იმას არ იძახის რომ მე ამ დაპირებები იმიტომ გავაკეთე კიდე თავის თავს უტყავს და არასხვალ და ამით უფრო მეტად ვაფასებ მე მაგას დიდი მადლობა. კი ბატონო, გასაგებია, დიდი მადლობა. მოდით კიდევ ერთ მაყურებელს მოვუსმინოთ, გამარჯობა. თუ არის მაყურებელი, თუ არ არის, გავიმეორებ ტელეფონის ნომრებს 237 139 232 139. ეს არის ჩვენი ტელეფონის ნომრები. გამარჯობა, გისმენთ. გამარჯობა, გისმენთ. ალო. დიახ, გისმენთ. შეიძლება? დიახ. დიახ, გისმენთ. გამარჯობა, მე. მოგესალმებით. ერთი ამი მინდა გითხრათ, მე არანაირი სიტყვასწორი თავის უფლებას ვერ გადაწყვეტს და ხო და ცოტა ხმამაღლა არის ეს უკაცრავად. ცოტა ხმამაღლა არანაირი სიტყვა პასუხი თავის უფლებას ვერ გადაწყვეტს, მაგას ვიძახი მე და ივანიშვილი წინასწარმეტყველი ხო არ იყო და რო არ იყო ეს ეჯგარეშია, ხო? მან იცოდა რომ უკრაინა და რუსეთი დახოცავდნენ ერთმანეთს და ესეთი ომი არ ხდებოდა, ან საგარეო რეგიონალური პრობლემები ესეთი იქნებოდა ეკონომიკა მაქსოდობაში, ხო? და მინდა წინა გამოსულ შევეხმიანო რა. საერთრიოს კი არა. დადუმდი რა, ფარჩაკოს ზარმაცო წარუმატებელო რა შეიძლება. კარგით, ერთმანეთს გავლანძღავთ პოლიტიკურ ნიადაგზე, მოგიწოდებთ ამისკენ, კიდევ ერთ მაყურებელს მოусმინოთ, გამარჯობა. გამარჯობა, გისმენთ. გამარჯობა, მე მოგესალმებით. მოგესალმებით. მსმენელს მოგესალმები აგრეთვე. მე ეხლა ძალიან ბევრი ადამიანი ვინც რეკავს ამბობს რომ ნუ იმას ხო ვერ გათვლი და ამას ხო ვერ გათვლი და ამდენ რამეს თუ ვერ თვლი და მილიარდერი როგორ გახდა ეს ყველაფერს თვლი და ეგენი აი თვლიან ერთი წამებით და საათები უწყვეტავს ყველაფერს ბიზნესში და ამხელა რაღაცას ამზადებდა და ეგ ვერ მაგრამ ყველაფერი კარგად გათვალა და ერთ-ერთმა წინამსმენელმა ძალიან ზუსტად თქვა რა მაგან ისეთი დაპირებები არ ყოფილა რომ თქვა რაღაცა ეს დაპირდა ბევრი დაპირებები არ ქონდა ტყუილი ჭირდებოდა ტყუილი არჩევნებისთვის თუ ჭირდებოდა სააკაშვილი სიტყვებოდა ხო რა უნდოდა ის მოგატყუებს თუ ეს მოგატყუებს აქ უბრალოდ როგორც აი მას ვირს სტაფილოს რო დაუდებენ წინ და მირბის ისე იყო მთელი ქვეყანა გაყვა ამ ტყუილს რომელიც ნუ მართლა უნდოდა რო ყოფილიყო და ძალიან კარგად გათვლილად ძალიან კარგად გაანგარიშებულად ზუსტად დაპირება მისცეს რაც უნდოდა ხალხს. გასაგებია. ამით მოვიდნენ და ეს თავიდან ბოლომდე იყო ტყუილი. გასაგებია, სამწუხაროდ ჩვენი დრო ამოიწურა. დიდი მადლობა ყველას მონაწილეობისთვის. მივესალმებით თამთა ასათიანს, რომელიც თავის გადაცემას დაანონსებს. თამთა გამარჯობა. გამარჯობა მერაბ, საღამომშვიდობის, მივესალმებით. შენ როგორ აფასებ ამ განცხადებას? უარყოფითად. აჰა, საინტერესო და მოკლე პასუხია. მოკლე და კონკრეტული, კი ბატონო. რაც შეეხება ინტერნეტ პალიტრას, რომელიც 9 საათზე დაიწყება, სოსო ჯაჭვლიანის ცნობილი გამონათქვამი კი არა და განცხადება, რომელიც მან დღეს გააკეთა და რომელმაც ააფეთქა ფაქტობრივად ინტერნეტ სივრცე, ჩვენ გამოხმაურებებს გადავავლებთ თვალსა შევსებით, რომ კორექტულად ამოკრიბოთ რამდენიმე კომენტარი, გაგვიჭირდება ალბათ ისეთი კომენტარებია ჩვენს ვებგვერდზე, მაგრამ მაინც ამასთანავე განომელითაურმა გააკეთა განცხადება რუსეთიდან ჩამოვიდა დასკვნა, რა გახდა რეალურად კოტეთო ორდავას განცხადება გარდაცვალების მიზეზი და ამის შესახებაც ცლად ვისაუბრებთ და რა თქმა უნდა ერთად გადავოლებთ უკვე მსოფლიო ინტერნეტ ამბებს თვალს დარჩით პალიტრაზე და დაელოდეთ ჩვენს გამოშვებას. კი, გისურვებთ წარმატებულ ერთ-ერთს 9 საათზე უყურეთ თამთა ასათიანს, მე კი ხვალ რვის ნახევრამდე გემშვიდობებით.